ვიდეოს წარმოგიდგენთ Crypto News-G, პირველი ქართული კრიპტომედია საქართველოში. საინტერესოა. თქვენი აზრით იმ ფონზე რაც ახლა ხდება და რასაც Operation Epic Fury-ის ფარგლებში ვხედავთ, იცვლება თუ არა ბიტკოინის ვაჭრობის ბუნება? ფიქრობ, ეხლა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით ძალიან დიდი გაუგებრობა არსებობს. განსაკუთრებით შიდა ინფლაციასთან დაკავშირებით. თუ შევხედავთ ინფლაციის მოლოდინებს, ბევრი ამბობდა, რომ ტარიფების გამო ძალიან მაღალი ინფლაცია გვექნებოდა. მე თავიდანვე ხმამაღლა ვამბობდი, რომ ეს ასე არ მოხდებოდა და ტარიფები სინამდვილეში დეფლაციური იქნებოდა. ნებოდა. თუ ბოლო 1 წელს გადავხედავთ, ვხედავთ შემდეგს. ტარიფები დეფლაციურია. დეპორტაციები დეფლაციურია. ხელოვნური ინტელექტი დეფლაციურია. რობოტიკა დეფლაციურია. ეს რია. ეს პროცესი მთელ ეკონომიკაში მიმდინარეობს. ამიტომაც მთავარი რისკი ამ მომენტში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში მაინც დეფლაციაა და არა ინფლაცია. ვიცი, რომ ნავთობის ფასი მოკლევადიან პერიოდში გაიზარდა და ხალხი ამაზე ნერვიულობს. Operation Epic Fury უკვე დაახლოებით 8 დღეა მიმდინარეობს. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს ოპერაცია 2-3 კვირაში დასრულდება, კვირაში დასრულდება, მაშინ ნავთობის ფასზე გავლენა მხოლოდ მოკლევადიანი იქნება. მაგრამ ეკონომიკაში მიმდინარე დეფლაციური პროცესები ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ნავთობის დროებითი ზრდა.